ეგვიპტიდან საქართველოში გადმოვინაცვლოდ საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. საპრეზიდენტო კანდიდატები შეხვედრებს განაგრძობენ. ნინო ბურჯანაძე მარნეულის რამდენიმე სოფელში ჩავიდა და გიორგი მარგველაშვილი კი ახალგაზრდულ ფრთას შეხვდა. არაერთსქესიან ქორწინებას ქრისტიან დემოკრატებმა ინიციატივა ამჯერად სრულიად საქართველოს მუსლიმთა მმართველს მუფტს გააცნეს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 კვირით ადრე გიორგი მარგველაშვილი საკუთარ საარჩევნო კამპანიას ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად მართავს. მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი მედიის ობიექტივში კუსტბაზე გამართულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე საკუთარ ძაღლთან ერთად მოხვდა და ახალგაზრდებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლებსაც ეს ენერგია გააჩნიათ, ეს ძალა გააჩნიათ და მე დღეს თქვი, როდესაც მე ჩავდივარ სადმე, მე მათ სახეებს ვეძებინვენ და როდესაც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, მე მათ სახეებს მოვძებდი პირველ. ქართულმა ოცნებამ დემოკრატიულ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციამ გავაკეთეთ კონცერტი, სადაც ახალგაზრდებს შეხვდა პირველად საარჩევნო რეჟიმში ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი უსწრებს წარმატებას, გარემო არის ახალგაზრდული გარემო არის. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი კი ამჯერად მარნეულის რაიონის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივთა პრობლემები პირობითად ორ ნაწილად დაყო. მისი თქმით, მოსახლეობას ყოფითის გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებიც აწუხებთ. ბურჯანაძე მარნეულელების პოლიტიკაში ჩართულობას დადებითად აფასებს. ადამიანებს, რომლებსაც პირდაპირი შეხება თითქოს არ აქვს პოლიტიკასთან, ძალიან კარგად ესმით, რომ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი იყოს ძალიან, ესე ვთქვათ, მომზადებული, პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მეზობელ სახელმწიფოებთან საუბარი, რომელსაც შეუძლია იმ პრობლემების მოგვარება, რაც ქვეყანას აწუხებს. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც ტრადიციული ქორწინების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ამჯერად აჭარაში ჩაიტანა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტს გააცნო. გიორგი თარგამაძე ხელმოწერების შეგროვებას ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლე სხვა მუსლიმურ თემებშიც გეგმავს. ჩვენ აჭარაშიც ვაპირებთ ხელმოწერების შეგროვებას, ვაპირებთ სხვა მუსულმანურ თემებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სახლობენ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზოგადად ყველა კონფესიის ადამიანი აქტიურად დაუჭერს მხარს კონსტიტუციურ ცვლილებას. მოვუწოდებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის ყოფილიყო მშვიდობიანი, ტოლერანტული ცხოვრება, რომელიც ჩვენი წინაპრებიდან და ისტორიიდან და ჩვენი კულტურიდან გამომდინარე მომდინარეობს. საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო დღე 7 სექტემბერია, არჩევნების დღე კი 27 ოქტომბერია გამოცხადებული. ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად რამდენი კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მანამდე კი საპრეზიდენტო კანდიდატები საარჩევნო კამპანიას და ამ მრჩეველთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობენ.